ეხლა ჩემო ძვირფასებო, მე მინდა მოგიყვეთ ჩემი ბავშვობა. ბავშვობაში ძალიან მოხერხებული ბავშვი ვიყავი და მამა ჭინჭრაკას მეძახდა. თუკი რაიმეს კარგად გავაკეთებდი და ვაკეთებდი, მაქებდა ხოლმე და მეფერებოდა ჩემი ჭინჭრაკა, შენ ჭინჭრაკა არაფერი არ გაგიჭირდება და შენ ყველაფერს გააკეთებ. მახსოვს 5 წლის როცა ვიყავი, მიმიყვანეს ჭიათურაში ბარათაშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღში დამლაგებელი, ჩემი ჯგუფის დამლაგებელი იყო ჩემი მამიდა, ქალბატონი თინა აბდუშელიშვილი. მე ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, როდესაც მამიდა დამხვდა ჩემ ჯგუფში და მასთან ძალიან თბილი და ძალიან ტკბილი ურთიერთობა მქონდა. გადის რამოდენიმე ხანი და ჩვენი მაშინდელი ბაღის გამგე გახლდათ ქალბატონი ეთერი. და ქალბატონი ეთერი საყვედურს აძლევს ჩემ მამიდას და მე ძალიან მეწყინა ეს და მინდოდა გამერკვია თუ რაში იყო საქმე და მამიდამ მართლაც მითხრა, რომ ჩვენი საბავშვო ბაღის უკანა ეზო, სადაც დეკორატიული ბუჩქები იყო, ნაგვიანდებოდა გვერდზე, საბავშვო ბაღის გვერდზე პატარა გორაკი იყო და ამ გორაკზე მოსახლეობას გამოქონდა ნარჩენები, ნაგავი და ქარი როცა დაუბერავდა, ეს ნარჩენები და ნაგავი შემოქონდა ეზოში. და ბაღის გამგეს ქონდა განაწილებული თურმე, თუ რომელ დამლაგებელს, რომელ დღეს უნდა გაესუფთავებინა აი ეს ეზო. და იმ დღეს, როდესაც მამიდას უნდა დაესუფთავებია და თქვა, რომ დაასუფთავა, მაგრამ ისეთი ქარი იყო, კიდე შემოიყარა ეს ნაგავი და ამისათვის მიიღო საყვედური. მე აღუთქვი მას დახმარება და უთხარი, რომ შემდეგ მის მორიგეობაზე მე დავასუფთავებდი აი ამ ეზოს. და მართლაც მამიდამ მომიმზადა ქაღალდის პარკი, მე ჩამოურბინე აი ამ ბუჩქებს, მოვაგროვე, დავდები შესაბამის ადგილზე და მასწავლა თუ სად უნდა დამებანა ხელი, დავიბანე ხელი და მოკლედ აი ეს საბავშვო ბაღის უკანა ეზო დავახვედრე გაწყრიალებულ მდგომარეობაში. მამიდამ რა თქმა უნდა შემაქო ამისათვის, კარგი ნუგა კამფეტით დამაჯილდოა, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო და იმ დღის შემდეგ მე 2 წლის განმავლობაში ყოველ კვირაში, არ მახსოვს ახლა ხუთშაბათი დღე იყო თუ პარასკევი, ვასუფთავებდი აი ამ საბავშვო ბაღის ეზოს. შემდეგ ღმერთის წყალობით აი ეს გორაკი შეიძინეს ჩვენმა მეზობლებმა ასანიძეებმა, იქ ძალიან ლამაზი სახლი ააშენეს და ამის ეზოს დასუფთავებაც აი ამით დამთავრდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მამიდა სულ ვეხმარებოდი საკლასო ოთახის დალაგებაში. საღამოს მე ვალაგებდი, ვასწორებდი, ვაწესრიგებდი საკლასო ოთახში არსებულ სკამებს, სათამაშოებს. სკამები იდებოდა წრეზე და ჩემი გასწორებული სკამები ისე მოწონდა მამიდას, რომ ერთ წრეზე იყო და ყველა სკამის დაცილება ყველას იყო თანასწორი და სულ მეუბნებოდა, რომ არ უნდა ბიჭო მაგას მასეთი თანგადაყოლა იყოს, ხვალ მაინც აურევენ ბავშვებიო, მაგრამ მე მინდოდა, რომ ძალიან ლამაზად ყოფილიყო და ესე ლამაზად ვაწესრიგებდი აი ამ
სკამებს და სათამაშოებს. კიდე ჰქონდა რგოლები, სათამაშო რგოლები, რომელსაც ბავშვები წელზე ვატრიალებდით და აი სათამაშო რგოლების დაწყობა კი ცოტა რთული იყო, მაგრამ აი მასაც ამ სათამაშო რგოლებსაც ძალიან მახსოვს, რომ ძალიან ლამაზად ვაწესრიგებდი და ვაწყობდი. საბავშვო ბაღში გვყავდა ერთი ძალიან კარგი მასწავლებელი, ქალბატონი, ლამაზი ქალბატონი და აი ეს მასწავლებელი ბავშვებს გვიკითხავდა ზღაპრებს. მე მახსოვს ისეთი სიყვარულით, ისეთი ხატროვნად გვიკითხავდა აი ამ ზღაპრებს, რომ მე ვიტყოდი, რომ ზღაპრულ სამყაროში ვიზრდებოდით ბავშვები აი ამ მასწავლებლის წყალობით. ეს ზღაპრები ძირითადად იყო კეთილ მეფეებზე, კეთილ ადამიანებზე. მაშინ გავეცანი პირველად დევების დამარცხებელ ნაცარქექიას, ჭინჭრაქას, ასფურცელას, ხუთკუნჭულას, კომბლეს და ასე შემდეგ. და მინდა გითხრათ, რომ აი ზღაპრები, მაშინდელი ზღაპრები არასოდროს არ მავიწყდება და ყოველთვის პატარა ბავშვი რომ ვიყავი, მინდოდა რომ აი ეს ზღაპრის გმირი გამختარიყავი და ოცნებობდი რომ პირველ რიგში თავიდან კეთილი მეფე ვყოფილიყავი, შემდეგ ცისკარა ვყოფილიყავი, ჭინჭრაქა ვყოფილიყავი, ხუთკუნჭულა ვყოფილიყავი და ასე შემდეგ. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წამახალისებელი და როდესაც მამა ჭინჭრაქას მეძახდა და ასევე ჩემი მამიდაც მეძახდა ჭინჭრაქას, ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიხარული და ძალიან დიდი სიყვარულის და სტიმულის მომცემი.